Ლოვან კითხვებზე პასუხი არ აქვს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსაც და ის პირდაპირ ამხელს ქართული ოცნების სტრატეგიას და ამბობს, რომ ქართული ოცნება ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახლა მთლიანად არის გადართული ქიმიური მოწამვლის საქმის გადაფარვაში. ეს არის საბჭოთა საინფორმაციო სტრატეგია და საბჭოთა საინფორმაციო ომი, ასე ფიქრობს საულმე ზურაბიშვილი და ის რეალურად ამბობს იმას, რომ ქართული ოცნება ახლა მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოებას შეთავაზოს საკუთარი საინფორმაციო დღის წესრიგი, რითაც გადაფარავს მთავარ საკითხებს, მათ შორის რომელიც არის ქიმიური მოწამვლის საქმე, რაზეც ამ დრომდე არ არსებობს კითხვები. ამ კითხვებზე პასუხი არავის არ აქვს. შესაბამისად, ახლა ყველა ელოდება საერთაშორისო გამოძიებას და როგორც საულმე ზურაბიშვილი ამბობს, საერთაშორისო გამოძიების რესურსი ნამდვილად არსებობს და ის ამისთვის ყველაფერს აკეთებს. არის ეს მიზანი, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან რთულად განიცდიან ის, რაც მოყვება ან შეიძლება მოყვეს მოწამვლის საქმეს და ცდილობენ რომ გადაფარონ სხვადასხვა თემებით. ეს ერთი არის და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ყველანი ვარ ჩართული იმაში, რომ ჩვენ საერთაშორისო მეგობრები და თანამეგობრობა ჩავთოთ ამ საქმეში აქტიურად. მე მგონი რომ არსებობს გარკვეული შანსები, რომ მართლაც ჩამოვიდეს საერთაშორისო მისია და გაარკვიოს აქ და თუ ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ეს პრობლემა მისთვის არ არის, მაშინ არ არსებობს მიზეზი, რატომაც არ უნდა ჩამოუშვან საერთაშორისო მისია, როგორც ხდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დგება ასეთი საკითხი. მეორე არის არანაკლებად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვართ რეალურად რუსულ საბჭოთა ტექნოლოგიის ხელში და ეს ტექნოლოგია სწორედ იმას გულისხმობს, რომ ყოველდღიურად ახალი თემა შემოიტანონ, შენ აღარ იცოდე, რომელ თემაზე რა ყურადღება უნდა მიაქციო. მაგალითად, დღეს ჩვენ გვაქვს არანაკლებად მნიშვნელოვანი გამოწვევა, ვიდრე ის, რაც იყო გასული წლის ნოემბრის კობახიძის განცხადება ევროკავშირის შესახებ, რასაც ქვია განათლების რეფორმა. ეს რეფორმა ნიშნავს, რომ ჩვენი შვილებისთვის და მომავლისთვის უხურავენ რეალურად საერთაშორისო განათლების კარებს. ქართული ოცნება საინფორმაციო ველზე სტრატეგიული ბუნდოვანების შემოტანას ცდილობს, რაც ზოგადად ახასიათებთ ავტოკრატიულ რეჟიმებს, ასე ფიქრობენ ჩვენი რესპონდენტები, რომლებიც ყოველდღურად აკვირდებიან მიმდინარე საინფორმაციო ველს და ისინი ამბობენ, რომ ქართული ოცნების მიზანი ახლაც მართლაც არის ის, რომ ჩაიკარგოს მთავარი თემები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი შეფასებით არის ქიმიური მოწამვლის საქმე, ვინაიდან 9 აპრილის შემდეგ ქართველი ხალხის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერება არავის გამოუყენებია. ეს კითხვები და ეჭვები გაჩნდა ქართული ოცნების მისამართით და ეს ეჭვები ქართულ ოცნებას ამ დრომდე არ გაუფანტავს. ამ ქაოსმა უნდა შექმნას ეფექტური სტრატეგიული ბუნდოვანება. სტრატეგიული ბუნდოვანება არის ავტოკრატიის ერთ-ერთი თავშესაფარი თუ შეგვიძლია. სხვა ავტოკრატია ცხოვრობს ასე სტრატეგიულ ბუნდოვანებაში, როდესაც ადამიანებს ეს ამბივალენტური დამოკიდებულება უჩნდება ყველაფრის მიმართ, მათ არიციან სად თავდება დროული და სად იწყება სიმართლე. განსაკუთრებით ეს ინიციატივები გამძაფრდა საერთაშორისო სკანდალის შემდეგ, რაც ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას დაუკავშირდა. იქ სადაც კრიზისია, იქ სადაც დანაკლისი არსებობს, იქ სადაც დეფიციტი არსებობს, ამ შემთხვევაში ლეგიტიმაციის დეფიციტზე გვაქვს. არსებობს შესაბამისად ძალაუფლების ავტორებისგან არსებობს შესაბამისად ზრუნვა ამ დეფიციტის შევსების. ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს მიიღო სერიოზული ბრალდება. ქართულ ოცნებას ნივთიერებებია გამოყენებული შარშან ნოემბერ-დეკემბერში, რომელიც არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო სამართალთან. ჩვენ ნახეთ რაღაც გამოძიებობანა, რომელიც 2 დღეზე პასუხისგაცემის მცდელობა იყო ისიც სწრაფ-სწრაფად და მთავარი მიზანი იყო ის, რომ ეს საკითხი როგორმე ჩაეფარცხათ. ისინი ცდილობენ, რომ დღის წესრიგიდან ეს საკითხი მოიხსნას. არა და პირიქით არის, ეს არის საკმაოდ მძიმე საკითხი და ამ მძიმე საკითხს ჭირდება პასუხისგაცემა. ამას ამბობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ამას ამბობენ საქართველოს პარტნიორები და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით საზოგადოების ყურადღება აქტიურად იქნება ამ საკითხის გარშემო მოქცეული და არა შესაძლო პროპაგანდისტული ნარატივების ყურადღების მიქცევაზე, რომელიც ამ საკითხის გადასაფარად არის წამოწეული.
ქართველმა ხალხმა ერთი წლის თავზეც არ იცის, რით წამლავდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირზე, რა ქიმიური ნივთიერება და რა დოზით იყო გამოყენებული წყლის ჭაულში. ეს არის კითხვები, რაზეც არც ერთი სახელმწიფო უწყება ამ დრომდე პასუხს არცემს და ქართული ოცნება ყველანაირად ცდილობს, რომ საკუთარი სენსაციური დღის წესრიგის შექმნით გადაფაროს მთავარი საკითხები.